მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის ფორმატი იქნება თავისუფალი და ეს არის გზავნილი თქვენთვის, ვისაც სურს სიყვარულში, სასიყვარულო სფეროში იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. პირველ რიგში თქვენი თავისთვის, მეორე ნახევრისთვის, მომავალი მეორე ნახევრისთვის. ზოგადად რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში ამოდის თქვენთვის, ჩემო კარგებო, სულელის არკანი. სულელის არკანი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს სჭირდება შინაგანი თავისუფლება. გააზრება იმისა, რომ ზოგჯერ საჭირო არის სიმსუბუქე. მუდამ ლოგიკის თვალით ყურება სასიყვარულო სფეროში არის მომაბეზრებელი. ზოგადად ცხოვრებაშიც ჩემო კარგებო. დრო არის ახლა იოცნებოთ, თქვენ შინაგან ინტუიციას ენდეთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ პირად ცხოვრებაში თქვენ დაუშვებთ შეცდომებს. ნუ შეგეშინდებათ იმისა, ჩემო კარგებო, გამოხატოთ თქვენი თავი, თქვენი გრძნობები, თქვენი სურვილები. ნუ ითამაშებთ, იყავით თუნდაც ამ სამყაროსთვის სულელი, ხო? მაგრამ იყავით წრფელები. სწორედ თქვენი სიძლიერე და თქვენი ძალა, თუნდაც სიყვარულში და მეორე ნახევართან, იქნება სიწრფელე. მაგრამ რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, ეს უნდა იყოს მოზომილად. ძალიან ბევრი პასუხისგებლობა გაქვთ აკიდებული. დამძიმებული ხართ ამისგან და ოცნებაც კი დაგავიწყდეთ, როგორია. მეორე ნაკადი არის ისეთი, რომელთაც უბრალოდ სერიოზული ურთიერთობა არ უნდათ და მეტად სერიოზულ ჭრილში უნდა აღიქვათ ადამიანები თქვენს ირგვლივ, განსაკუთრებულად სასიყვარულო სფეროში. დააკვირდით, როგორი გამოვლენა გაქვთ სოციუმში, კურსელებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, მეორე ნახევართან, მეუღლესთან, თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან. მანიპულაციებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ზედმეტად აგრესიას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პირად ურთიერთობებში. ეცადეთ, რომ დაიჭიროთ ბალანსი. ცეცხლოვანი ბუნება ძალიან კარგია. ცეცხლით შეიძლება გათბობა, ცეცხლით შეიძლება საკვების დამზადება, მაგრამ ცეცხლი ასევე წვავს და ანადგურებს. ეს გაითვალისწინეთ, ჩემო კარგებო, აუცილებლად. მეტად გახსნილები იყავით სამყაროსთვის და ადამიანებისთვის. ეცადეთ მეტად თქვენი ფაქიზი მხარე აჩვენოთ და დაფიქრდით ზოგადად თუ როგორ გამოხატავთ თქვენს თავს, რამდენად გამოხატავთ თუნდაც სტილში, რამდენად ინდივიდუალიზმი გახასიათებთ, რამდენად აყოლილი ხართ ტრენდებს. თქვენ სურვილებს დააკვირდით თუნდაც პირად ცხოვრებაში. არჩევანის გაკეთება აუცილებლად მოგიწევთ, გინდათ თუ არ გინდათ, სასიყვარულო სფეროში მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, განსაკუთრებულად მათ, ვისაც მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. კი ბატონო, ჩემო კარგებო, მოგიწევთ. განთავისუფლების დრო არის, ემოციების განთავისუფლების დრო არის და შინაგანი წმენდის დრო არის. ბევრი ცდუნება იყო თქვენს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ცდუნება იყო. მაგრამ ნუ აყვებით ამ ცდუნებებს. თითქოს აი საზოგადოებისგან, მეგობრებისგან, რაღაცა ვიღაცისგან არის მოხვეული ეს ემოციები. დაბნეული ხართ, ფანტავთ თქვენს ენერგიას. უსარგებლო ადამიანებში, ხო, კი, უსარგებლო ადგილას, რაღაცა უსარგებლო საქმეებში. იფანტებით ძალიან და შემდგომში შინაგანად ისე იფიტებით, რომ უკვე სიყვარულისთვის აღარ გცხელად. აი პირდაპირ მნიშვნელობით ნაკადიდან ეს ინფორმაცია მოდის. იოცნებეთ, ძალიან ბევრს ოცნება დაავიწყდა. პირდაპირ მნიშვნელობით. იცით რა არის? ბალანსის დაცვა არის საჭირო. თუ სიყვარული გნებავთ, უნდა გასცეთ. აუცილებლად. სხვაზე საყვარელ ადამიანებზე უნდა იფიქროთ, მათ სურვილებზე, მათ ოცნებებზე. ძალიან ბევრი თქვენგანი მიუწვდომელი არის უბრალოდ ადამიანებისთვის და დამალული არის თავის შინაგან სამყაროში, თავის შინაგან ნაჭუჭში. და თქოს გამოსვლა არ უნდა, მაგრამ დრო არის. დრო არის თუ გინდათ, რომ სიყვარულში მიაღწიოთ წარმატებას, თანდათანობით გაიხსენით იმ ადამიანებს, რომელთა სიტყვები და საქციელი ემთხვევა ერთმანეთს.
თქვენ შინაგან ინტუიციას მიყევით და იგრძნობთ, ვინ არის სანდო ადამიანი, ვინ არა. ვისთვისაც თქვენ იქნებით საჩუქარი, ვისთვისაც თქვენ იქნებით მიზეზი გააგრძელოს ცხოვრება, მიზეზი წარმატების, მიზეზი წინსვლის, ცხოვრების, ოცნების. ადამიანი, რომელიც თქვენი მეგობარი იქნება, საყრდენი იქნება და რომელიც თქვენში დაინახავს ერთგულ ადამიანს, მეგზურს, თანამგზავრს, რომელთანაც იყვავილებთ, რომელიც თქვენს ხელში იყვავილებს, რომელიც თქვენს ხელში გაიზრდება, რომელიც იშვილებს თქვენ სულს, გაზრდის და თავისუფლებას არ შეუზღუდავს. ჩამოკარგებო, გამოდით კომფორტის ზონიდან. გამოდით კომფორტის ზონიდან, თქვენ მოახვიეთ თქვენს თავს ესეთი ფიქრები, რომ თითქოს მარტოსული ხართ და ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს ემოციებს, თქვენს ფიქრებს, თქვენს გრძნობებს, თქვენს გულის ნადებს. თითქოს არ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენ გაგიგებთ, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის, ჩამოკარგებო. პირდაპირ მნიშვნელობით ვიტყვი იმას, რომ დრო არის, სამყარო თავადვე გიჩვენებთ თქვენ. დრო არის, გამოხვიდეთ გარეთ. დრო არის გულისმიერი ხედვით დაინახოთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ, ვინ არიან თქვენს ირგვლივ, რას იმსახურებთ თქვენ. დრო არის, ჩამოკარგებო. კარგად მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ ყოფ ადამიანებს და აკვირდით. თქვენს ენერგოველში და გვერდით არის სანდო ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან ძვირფასი ხართ. გამოდით, გაიხსენით ამ სამყაროსთვის, სხვა კუთხით შეხედეთ, სხვა გრძნობით და ენერგიით შეხედეთ და დაინახავთ თუ რამდენად შეიცვლება თქვენი რეალობა. არა დღეს, არა ხვალ, არა ზეგ, არა 1 წლის მერე, არამედ ახლა, ამ წამიდან. მე მჯერა თქვენ. წარმატებები.